ძლიერი კლუბის შესაქმნელად მხოლოდ ტოპ ფეხბურთელების ყიდვა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს შორის ჩამოყალიბდეს ქიმია, რის შემდეგაც ჩვენ ნამდვილ ჯადოქრობებს ვიხილავთ. განსაკუთრებით ეს ჩნდება მაშინ, როდესაც საფეხბურთო ფუნქციონერი თუ მენეჯერი ახერხებს იდეალურად დაბალანსებული შემტევი ტრიოს შექმნას. დღეს ვისაუბრებთ ტოპ 10 შემტევ ტრიოზე, რომლებიც იმდენად ეფექტურები იყვნენ, რომ ოპონენტებს საერთოდ არ იმჩნევდნენ. მოდით გავიხსენოთ მსგავსი ტრიოები 90-იანი წლებიდან მოყოლებული. მე-10 ადგილი და გალაქტიკური ტრიო. ზიდანი, რაული, რონალდო. მხოლოდ მე-10 ადგილი, რადგან ამ ფორმაციის რეალმა ჩემპიონთა ლიგა 2002 წელს მოიგო ფენომენოს მოსვლამდე, ხოლო მასთან ერთად ნახევარფინალამდე მიაღწია. სამაგიეროდ ესპანეთში ეს ტრიო ყველას შობდა. წინ რაული და რონალდო და მათ უკან ზიზუ. ეს სამკუთხედი 2006 წლამდე არსებობდა, სანამ ფრანგმა არ დაასრულა ფეხბურთის თამაში, ხოლო კიჭამ ორიგი სერიოზული ტრამა მიიღო. რაც შეეხება რაულს, რეალში 2010 წლამდე ბრწყირავდა, სანამ მოურინიოს შეხვდებოდა. მე-9 ადგილი და ცოტა ისტორიაში გადავეშვათ. ბარსელონას სუპერ შემტევი ტრიო 90-იანი წლებიდან რომარიო, ლაუდრუპი და სტოიჩკოვი. Dream Team-ის მთავარი შემტევი ძალა, რომელსაც იოჰან კრუიფი რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ქმნიდა. მოედნის ცენტრზე პასუხისმგებელი იყო გვარდიოლა, მის უკან კუმანი, ხოლო წინ ეს ტრიო ლაუდრუპით დისპეჩერის როლში. ეს იყო ტელეპატების შოუ, თუმცა სამწუხაროდ ეს მხოლოდ ერთ სეზონს გაგრძელდა. რომარიოს კონფლიქტი მოვიდა კრუიფთან, რის გამოც გუნდი ისე დატოვა, რომ ლიგის მოგება ვერ მოახერხა. დაახლოებით ამ პერიოდში დატოვა გუნდი სტოიჩკოვმა, 1 წლის შემდეგ ლაუდრუპმა და 2 წლის შემდეგ თავად კრუიფმა. მე-8 ადგილი და ისევ 90-იან წლებში გადავეშვით. ვიალი, რავანელი, დელ-პიერო. მარჩელო ლიპის ეს იუე ბებერი ქალბატონის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსიაა. თამაშობდნენ 4-3-3 ტაქტიკით, 3 შემტევით. ვიალი როგორც ამ ყველაფრის დაბოლოება, ახალგაზრდა დელ-პიერო მარცხნიდან, ხოლო რავანელი მარჯვნიდან. ამ ტრიომ 96 წლამდე იარსება. ალესანდრო გაძლიერდა და მრავალი წლით გახდა ზებრების ლიდერი, ხოლო ფაბრიციო და ჯან ლუკა ინგლისში წავიდნენ კარიერის დასასრულებლად. ამასთან ერთად ვიალი ჩელსიში მოთამაშე მწვრთნელიც გახდა, რაც თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმაოდ უცნაური მოვლენაა. თავისი თავი გამოყავდა ცვლილებაზე და თან გოლებსაც იტანდა. მე-7 ადგილი და ნამდვილი ეშმაკები. რუნი, ტევესი, რონალდო. ეს არის მანჩესტერის მარტივი არითმეტიკა და მოდით დავითვალოთ. შრომის მოყვარებას და გუნდურ თამაშს, დამატებული პოზიციის შერჩევა, დამატებული სისწრაფე, სტანდარტები და შეტევის განვითარება და ვიღებთ გამანადგურებელ ძალას, რომელიც ჩემპიონთა ლიგას უპრობლემოდ მოიგებს. მათ მიყოლებით 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშეს. ტრიომ 2 წელიწადს იარსება, რის შემდეგაც რონალდო წავიდა ახალი გალაქტიკოს შესაქმნელად რეალში, ხოლო ტევესი არაფრის შესაქმნელად სიტიში. მათი საუკეთესო შედეგი არის ერთ სეზონში გატანილი 79 გოლი. მე-6 ადგილი და ჩემთვის საყვარელი კატალონიელები: ანრი, ეტო, მესი. ამ ფეხბურთელებმა მსოფლიოს წარმოდგენა გადაატრიალეს შემტევი ტრიოების პოტენციალზე და ამ ბერმუდის სამკუთხედის წარმატების მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ყოველი მათგანი თამაშობდა მისთვის კომფორტულ პოზიციაზე. ეტო თამაშობდა ფორვარდად, ანრი როგორც ყოველთვის მარცხნივ იწეოდა, ხოლო მესი მარჯვნიდან. ეს ტრიო გახდა ერთ-ერთი მიზეზი გვარდიოლას პირველი ტრიბლისა. თუმცა როგორც სხვა შემთხვევებში, ტრიომ დიდხანს ვერ იარსება და 2 სეზონის შემდეგ დაიშალა. ეტო გაცვალეს ზლატანში და მან თავი ინტერში ამოყო. ანრიმ სკამის ხეხვა დაიწყო, ხოლო მესი გადავიდა მოლოდინის რეჟიმში, რაზეც ბოლოს ვისაუბრებთ. ხუთავს ხსნის BBC. იგუაინის წასვლის შემდეგ, რომელთან ერთადაც რეალმა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, რონალდოსა და ბენზემას დუეტს ძალიან აკდა მესამე მონაწილე, რის გამოც დონ ფლორენტინომ ბეილი იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ უელსელი არ თამაშობდა მისთვის კომფორტულ პოზიციაზე, მან არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შემოგთავაზა. ამაში ბარტყაც დაგვემოწმება. ბლანკოსმა BBC-ს დახმარებით 4 ლიგა მოიგო. აქედან 3 ზედიზედ, რაც როგორც ყველა ვიცით, მადრიდის გარდა ვერცერთმა კლუბმა ვერ მოახერხა ლიგის ახალ ისტორიაში. ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა ამ ტრიომ ლიგაზე შალკესთან ჩაატარა, სადაც სამივე მონაწილემ დუბლი შეასრულა. ტრიო დაიშალა 2018 წელს. რონალდოს იუვეში წასვლის შემდეგ კლუბი დატოვა ბეილმა, ხოლო ამის შემდეგ, რაც ბენზემამ ჩაატარა, ეს უკვე ცალკე ისტორიაა. მე-4 ადგილი, ცოტა უცნაური და საკმაოდ სტაჟიანი მიუხედნელი ტრიო: რიბერი, რობენი და მიულერი. ჩვენი აზრით ყველაზე უნივერსალური ამ ტოპში, რაც მიულერის დამსახურებაა. მას შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში. ხშირად ამ ტრიოს უცნაური ფორვარდი ყავდა, მაგალითად, ოდესაც ლიგა მოიგეს, ეს იყო მანჯუკიჩი.
როცა 2012 წლის ფინალში წააგეს, ეს იყო გომესი. თუმცა ბოლოს მათ ლევანდოვსკი დაემატა. ლევანდოვსკი და ბავარიის შეტევას მუდმივად ეს ტრიო განკარგავდა. რობენი და რიბერი ხშირად იღებდნენ ტრავებს. აქ გამოსადეგი იყო მიულერის თვისება. იგი ხშირად სვლიდა მათ. მაგრამ როდესაც ყველა ჯამთელად იყო, ან კლუბს კარგი ფორვარდი ყავდა, მიულერი უკან იწევდა და ტრიო თავის ჯადოქრობებს ატარებდა. მესამე ადგილი, დავიცით რომ მათ პირველზე ელოდით, თუმცა MSN მხოლოდ მესამეა. იშვიათობაა ფეხბურთელებს შორის მსგავსი ქიმია და თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ისინი სამხრეთ ამერიკაში ისეთი ნაკრებების ლიდერები იყვნენ, რომელთაც ერთმანეთში ჰქონდათ პრინციპული დაპირისპირება, ეს შედეგი ორმაგად გასაკვირია. ამ ტრიოს ჩამოყალიბების დროს დიდი სკეპსისი იყო ნეიმარის მიმართ, რადგან ყველა მოელოდა, რომ მესი და სუარესი თავიანთ საქმეს გააკეთებდნენ, მაგრამ როგორ მოიქცეოდა ეპატაჟური და ცოტა ნარცისი ნეიმარი, არავინ იცოდა. თუმცა ბრაზილიელმა ამ ტრიოს პირველივე სეზონში ყველა გააჩუმა. შეწყვიტა ეგოიზმი და აღარ ცდილობდა ყველა პოზიციიდან მოტყუებაზე წასვლას და გააზრებულად მისცა ლიდერობა მესის. მან ვარცხნილობაც კი შეიცვალა და ნაკლებად შესამჩნევი გახდა. საბოლოოდ იგი ბარსას თამაში იდეალურად ჩაჯდა. შედეგად ამ ტრიომ 14-15 წლების სეზონში 122 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირზე. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ ტოპში მათი ისტორია ყველაზე ცრემლიანია. ნეიმარის სკანდალურად წასვლის შემდეგ ბარსელონას საბოლოოდ დაიწყო სერიოზული ფინანსური პრობლემები და მათ მალევე მოუწიათ სუარესის გუნდიდან ძალით გაგდება. ყველას გვახსოვს ჯერ პრესკონფერენციაზე ასრემლებული სუარესი და ტკბილი შურუძიების შემდეგ მისი ცრემლიანი სახე, როდესაც ატლეტიკოს მაისურით მან შეძლო ლა ლიგის მოგება. ხოლო მესის შემთხვევაში კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო ის განაცხადში ვეღარ შეიყვანა, რის გამოც მასაც მოუწია ცრემლებიანი პრესკონფერენციის ჩატარება და PSG-ში წასვლა. მეორე ადგილი და ალბათ ყველასათვის საყვარელი ტრიო მიუხედავად პრეფერენციებისა. ეს არის ბრაზილიის ნაკრების შემტევი ტრიო, სამი რ, რივალდო, რონალდო, რონალდინიო. ამ ბრაზილიის ნაკრებს ყველა Dream Team-ს უწოდებდა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყველას იმით დაამახსოვრდა, თუ როგორ გადაუარა პენტაკამპიონემ ყველა ოპონენტს. ამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები გახდნენ რონალდო და რივალდო, ხოლო ახალგაზრდა რონალდინიოს ახალი დაწყებული ჰქონდა თავისი ჯადოსნური ფინტების ჩვენება. ბრაზილიამ ტურნირი დაასრულა 18-4 ბურთების შეფარდებით. რივალდო ამ დროს იყო 30 წლის, რის გამოც მეტჯერ ეს ტრიო მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ გვინახავს. მას შემდეგ ბრაზილიას ეს ტურნირი აღარ მოუგია. და დღევანდელი დღის გამარჯვებულები. ფეხბურთელები, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე ვერავინ წარმოიდგენს. ჰოლანდიური სუპერ ტრიო. ეს არის ვან ბასტენი, გულიტი და რაიკარდი. სწორედ ეს სამი იყო დაუმარცხებელი მილანის ფუნდამენტი. მიუხედავად იმისა, რომ რაიკარდი არ იყო შემტევი მოთამაშე, სწორედ იგი დირიჟორობდა გუნდის ნახევარდაცვას და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ წინ მომენტები შეექმნა ვან ბასტენისთვის და გულიტისთვის. 5 წლის განმავლობაში ისინი განუყრელები იყვნენ და ამავდროულად პრაქტიკულად დაუმარცხებლები. მიყოლებით 2 ევროტურნირი და ევროპის ჩემპიონატის პირველობა. 93 წელს ვან ბასტენმა კარიერა დაასრულა ტრამვების გამო, ხოლო 31 წლის რუდი და ფრანკი კარიერის დასასრულისკენ წავიდნენ. და ბონუსად დღეს ბრიტანული ტრიო, რომლითაც ყველაფერი დაიწყო: ბესტი, ლოუ და ჩარლტონი, ჩრდილო ირლანდიელი, შოტლანდიელი და ინგლისელი, რომლებიც მანჩესტერში თამაშობდნენ 10 წლის განმავლობაში. და ამ ტოპში ერთადერთი ტრიოა, რომლის ყველა მოთამაშესაც აქვს მოგებული ოქროს ბურთი ერთად თამაშის პერიოდში. ლოუ 64 წელს, ჩარლტონ 66 წელს, ბესტ 68 წელს. თუმცა ყველა საერთო ტრიუმფი სურდა და იგი სწორედ 68 წელს მოვიდა, როდესაც მანჩესტერი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ლიგა მოიგო. დღეისათვის სულ ეს იყო. დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენი ფავორიტი პოზიცია, ასევე შემოგთავაზეთ ვერსიები, რომელია თქვენი ფავორიტი ტრიო აქტიური ფეხბურთელებიდან და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. შეხვედრამდე.